ესე იგი რუჩნიკი მოუწეველი რო არ დატოვო ისე არის რა. ადი ეგერ დადექი იქესთან მაგათ შორის. ამარჯობა მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი ვიდეო იქნება კიდევ ერთი გაკვეთილი და თან ჩემი მოსწავლე დღეს გამოცდას აბარებს, მაგრამ გამოცდასაც გადაუღებ, როგორ ჩავარეს. ეხლა გასწავლით, როგორ უნდა ჩავდგეთ იოლკას უძახიან ტრეილერის მძღოლები. ესე იგი ორ ტრეილერს შორის ვიღებთ მაქსიმალურად ახლოს დაახლოებით ჩვენსა და იმ ტრეილერებს შორის სადაც უნდა ჩავაყენოთ მანქანა უნდა იყოს მეტრაზე მეტი მეტრანახევარი Ei, ca cubicები არის და ხა იდეალური ადგილი იყო დასაწყისი. მან რა კუბიკებია? კუბიკები და ხა და რაღაცები. არა უშავს. ეგეც ხო უნდა ისწავლო რომ უკან არაფერ დაეტაკო. უყურე. დაახლოებით მეტრანახევარი უნდა იყოს იმ პრინციპამდე, რომელიც შორისაც უნდა ჩადგე. ეხლა მანქანასა და პრინციპს შორის ხო არ მეტრანახევარი ხო იქნება, შეიძლება ცოტა მეტი. ასევეა ისიც. აჰა, 2 მეტრანახევარი ხარია. ხო და. უყურე, გადიხარ, როგორც გუშინ გიხსნიდი, გადიხარ მაქსიმალურად უკანასაბურავით რო გაცდები, მანქანის უკანასაბურავით იმ ხაზს, სადაც გინდა ჩააყენო, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში არის ეს ხაზი. გავდივართ იმისთვის, რომ ჩვენი პრინციპი კარგად მოიგებოს. აი, უკვე მიახლოებით შეგვიძლია მივხვდეთ ან ამ მეორე საპარკინგე ხაზზე როცა ვწდებით, რომ უკვე საკმარისად წინა ვართ გასული, ან იქით უკვე შეძლების დაგვართ. ამის შემდეგ ვიღებთ მარჯვნივ და მოვტეხოთ პრინციპი. ვიღებთ მარჯვნივ, მივდივართ რაც შეიძლება ახლოს და ამის შემდეგ ვასწორებთ პრინციპს. და ვაკეთებთ ასეთ მონახაზს. ჩვენი მანქანა უნდა დარჩეს მოტეხილი. ამის შემდეგ ვასწორებთ საჭეს და ჩვენი სწორი საჭით ვაწვევით უკან. სწორი საჭის შემთხვევაში პრინციპის კუდი აქეთ მოდის. როცა უკვე ხვდებით რომ ზედმეტად ჩქარა მოდის კუდი, ამის მერე ვიწყებთ შესწორებას. ასევე ვაკვირდებით იქით ამ ხარეს, რომ სეტკას არ მივეხუტოთ. როცა უკვე ხვდებით, რომ სეტკას ჩვენი კუთხე აღარ ურტყავს, ამის შემდეგ ისევ ვასწორებთ საჭეს, რათა ადგილმდებარეობა შეიცვალოს მანქანა. ამის შემდეგ ისევ ეხმარებით ნელა ჩახვევით. ეხლა ჩვენი კუთხე ძალიან დაუახლოვდა. მაგრამ შედეგი ცუდი არ არის. ერთი შესვლით შევძლებთ ჩასვლას. თუ ერთი შესვლით ვერ ვახერხებთ ჩასვლას, იმ შემთხვევაში მეორე მხარეს ვიღებთ აუცილებლად საჭეს და ისევ ვცდილობთ მანქანის ჩაყვანას. აი ჩვენი ერთი მხარე ჩავიდა მაქსიმალურად ახლოს პრინციპთან, მეორე მხარეს უფრო მეტი ადგილი გვაქვს, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან იქით ამ მხარეს უფრო ვერ ვაკონტროლებთ ვიდრე ამას. ეხლა ჩავალ ამ ყველაფერს გვერდიდან გაჩვენებთ. ასე. აი უყურე, ერთ-ერთი სიტუაცია შეიძლება იყოს ასეთი, ყოველთვის იქიდან წამოსვლის საშუალება ხო არ გექნება, რომ ჯერ მოეხუტო პრინციპს მერე გასწორდე. აი მაგალითად ეს მდგომარეობაც ხო შენთვის სრულიად საკმარისია რომ ჩადგე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას აკეთებ? უყურე, შენი კუდი, შენი მანქანის კუდი და იმ პრინციპის თავი, კუთხე ხო? თითქმის ერთი ტოლია რა, დაახლოებით 9 მეტრითაა შენი პრინციპი წინ. ესე იგი, ამ შემთხვევაში ხო, უკვე ახლოსა ხარ მისული. ამ შემთხვევაში ტეხავ მანქანას და მე რეაწვევი სწორი რული. ანუ ეხლა მოტეხე მანქანა
და მიაწექი სწორი რულით. Რაღაცა მოდიხარ წინ. ბიჭო, ასე კი არ უნდა გატეხო, პირიქით გატეხე იქით ამ ხარეს, რომ უკანა მხრით თუ არ მიაწექი, როგორ იმას იზაო, რა ქვია. შენ დისტანცია დაიკავე იქით და ახლა წინ მოდიხარ. გატეხე. ბიჭო, ადგილზე გატეხე ხოლმე. შენ სანამ დაახვევ რულს, ხო, ადგილს აგებ. გატეხე მანქანა. საით ხარეს დეხავ. გატეხე მანქანა, გატეხე. აი ეხლა უკვე რო გზნობ, რომ კუდმა აქეთ წამოღება დაიწყო, ეხლა შეისწორე მანქანა და სწორი რულით მიაწექი. და უნდა ეცადო სწორი რულით მიაწვე ისე, რომ შენი შუასაბურავი, ხო, აი იმ ხასთან იყოს, სადაც ჩატეხვას აპირებ. სწორი რულით ეს უნდა აკონტროლო, აქეთ იქით. ამ შემთხვევაში შენი საბურავი უკვე კოხტად მიდის, კარგად მიდის. მიაწექი. აი, ეხლა უკვე როცა ხედავ, რომ თითქმის დაუახლოვდა, ეხლა იწყებ მეორე მხარეს, რომ პრიცეპი და მანქანა შეისწორო. და გეუბნები ადგილზე დაახვიე, ნუ დაასეირნებ ასე. დაახვიე წესიერად. ეგრე დაიწყე გასწორება. მიდი მიაწექი. ჯერ კუდი ისევ აქეთ წამოვა, სანამ შენ მანქანას გაისწორებ, ეს კუდი ბევრად აქეთ მოიწევს კიდევ. დაიწყე გასწორება, დაიწყე. აი ეხლა გაჩერე. ეხლა ამ პაკრიშკების სიმაზე, რა ქვია, დისტანციაზე ხო უყურებ, რომ 20 სანტიმეტრია მინიმუმ. ესე იგი, იქით ამ ხარეს არაფერი არ გემუქრება. აი კუდი შეიძლება 9 მეტრითაა დაშორებული, მაგრამ ესეც მისაღებია. დაიწყე ისევ გასწორება, ეს უნდა აკონტროლო, აქეთ ახაზიდან უნდა აკონტროლო, იქით ახაში რა ხდება. სწორი რულით რო შეხვიდე ახლა, ხო? ეს კუდი ზედმეტად აქეთ წამოვა და ამ პრიცეპს დაეტაკება. ჯერ დაიწყე გასწორება ისევ, სანამ არ იგზნობ, რომ შენი პრიცეპი პირდაპირ ზოლს თითქმის გაუსწორდა, მანამდე არ უნდა დაიწყო სწორი რულით სიარული. აი იდეალურად გამოგივიდა ეხლა შესვლა. ეხლა სწორი რულით და როცა სწორი რულით აწვევი და როცა პრიცეპი უკვე სწორი ყავს და საპარკინგი ადგილი სწორი გაქვს, მაქსიმალური ატარე 100. მეტი სიარული არ ჭირდება რულს. ხაში იდეალურად სწორადაა. აქეთ ამ ხარეს საკმარისზე მეტი ადგილია. დადგა ეს მომენტიც. ურადი წაიყვანეს უკვე გამოცდის ჩასაბარებლად. ეგერ მანქანა მიწეს მერსედესზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. და უყუროთ აბა ერთი რა გამოუვა. როგორი მასწავლებელი გამოდექი და როგორი მოსწავლეა თვითონ. როგორც იქნა დაიწყეს, მე მგონი რა შვებია რამდენი ხანი გული შემიწუხდა. გოდი ბიძაჩემო, გოდი. სამი ყავს ნედა. არა და დაფსევა ვარჯიშე ყველაფერი მერსედესი მიწეს მაინც. აქეთ იქით დაფებს მიაქვს ყველაფერი. ჩათლახები არიან. ისე თუ ვინმე აქეთ ამ სამსახურში მოდიხართ ამ კომპანიაში, კი გეცოდინებათ, რომ როგორი სიტუაციაა, როგორ ბარდება გამოცდები. ეს არის ბაზა გრევენდელი, როტერდამთან ახლოსაა. დაახლოებით 7 კილომეტრშია როტერდამთან. კიდე სხვა ბაზებიც გვაქვს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი, სადაც გამოცდებს ვაბარებთ. ეს არის და ნეტეტალი კიდე. ნეტეტალი არის ჰოლანდია-გერმანიის საზღვარზე.
რა საკეთებს რა უპრინციპოც არ დავიწყდა უკან თუ რა ხდება ვერავინ. და ახლა როგორ პრინციპს ჩააბმევინებენ პირველი დავალება ეგ იქნება პრინციპის ჩაბმა. Снимай, когда ты учишь. Да, я и то снимаю, но если не можно снимать, то без проблем. Მოკლედ გადაღებაზე მაინც დავითარდე ასე თუ ისე ოღონდ დისკაცია უნდა გამოვაჩინო. რუჩნიკის მოხსნა და პრინციპის გასწორება არ დაგავიწყდეს. აი არ უნდა მეტსად. ხო. გადმოატრიალე. ატრიალე. თვითონ ის ატრიალე. აი. რუჩნიკზე ხო გიყენია? ეს ძალიან არ მომწონს, რაღაც დაბნეულია ვიზა ჩემი. ნელა უბრალოდ. ეხლა ესენი დატრიალდებიან იქ და პარკინგისკენ წამოვიდნენ. პარკინგისკენ დავხვდები. მე ვეღარ დავეწევ მაგათ. ეს მოედანია იმ ხალხისთვის, ვინც გამოცდას აბარებს. Ровно назад на угол. Параллельная парковка. Да, это мы становимся, фура там, фура спереди, и мы должны стать между ними. Соответственно, тут бордюр, Препятствие, да. еще одна машина. Я слушаю. Смотри, вот у нас стоит. Нарковаться здесь. А ну, заехать и стать ровно перед этим. Да? Я не знаю, вот так надо заехать и стать. ასე უნდა გაცდე და ზადნით ჩამოიყვანს. Стоп. Мы слушаем. Задание ясно? Вот в голове сложи пазл и приступай.
Это задание номер 3. Готов. ამზოლს გაახოვე. Он говорит просто для того, чтобы говорить, или с осознанием дела то, что он говорит? Он нервничает. Так а что поделать? ვიდე ბიჭო წავიდა მალე, დავაი, ეგრე მიაწექი, სწორად, დავაი, მიაწექი. შეისწორე ახლა რული, რული შეისწორე. მიდი. დავაი. ახლა მარჯვნივ აიღე. ეგრე, დავაი. მიდი, მიაწექი. დავაი. ახლა სწორი რულით მიაწექი, სწორი რული. დაიწყე გასწორება. Хорош? Я тебе сказал, там сзади закон, и там машина. Ты должен это увидеть. Вперед, выровняй все. Хорошо. Ай. Стоп, выровняй колеса. Стоп. Выровняй колеса. Подними стекла. И выходи. გული გამიჩერდა კინაღა. ჩააპარებინა კაცმა რა. წავიდა თქო რაღაცა საქმე ქონდა და გამიტოვა მე რა. ეთე ეგაცია. რამე საჭი თქვი ყველად გამოუწერ. ვაი. ისე რო გაგდებდნენ აქედან პირდაპირ იჯობია. Короче, გადაცაც ხო ბიჭო, იმ კაცზე მეტი ნერვი მე მომეშალა რა უბე. აბანერკას კი არა ივას კიდე. კაი ვისკი მაქვს მანქანაში, იმას მოგცემ და აჩუქე. შეჯავება. იმ კაცმა გიჯიგრა და ჩაგაბარებინა. ხო ჩავაბარე. ამ ვიდეოში რაც დევს, ეს არის დაახლოებით 25% იმისა, რა ზამან იწვალა და რაც ამან აქეთ-იქით იბოდიალა და წესით 100% ჩაჭრილი უნდა ყოფილიყო. იმიტომ არ ვდებ, რომ არ მინდა ის კაცი ეგრე სააშკაროზე გამოვიყვანო და ისე გამოჩნდეს, რომ ასე უბრალოდ ხელი დაგვაფარა და ჩაგვაბარებინა. არა და ეს არის 25% იმისა, რაც მართლა რეალურად იმ კაცმა ნახა. დანარჩენი 75% სვარკაზე უარეს საყურებელი იყო. ხომე თანხმები. ო, ვისაც ამ კომპანიაში წამოსვლა გაქვთ გადაწყვეტილი, პლუს მინუს გეცოდინებათ, რომ ასეთი სიტუაცია, ასეთი გამოცდებია, გვერდიდან პარკინგია, მერე პარალელური პარკინგია და როცა სტაჟირებაზე იქნებით, აუცილებლად ივარჯიშეთ ამ ორ რაღაცაზე. ეს მონიტორები წარმატებების უყელას.